თითქმის 20 წლიანი დავა დასრულებულია სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ტაგანოვა და სხვების საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საკუთრების უფლების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება ოკუპირებულ აფხაზეთის პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. საქმე ეხება იმ პირთა ნაწილს, რომლებმაც აფხაზეთი 1992 წელს მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით დატოვეს და საკუთარი ქონების განკარგვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საკუთრების უფლება სამართლებრივად აღიარა. საქმეზე ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი გაამტყუნა. საქმე ეხებოდა უძრავ ქონებას, რომელიც მომჩივნებს საქართველოში ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩათ და არ შეუძლიათ მისი სარგებლობა მას შემდეგ, რაც იქ საომარი მოქმედებები დაიწყო. გადაწყვეტილების დეტალებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. სტრასბურგის სასამართლო საჩივრით გალინა ტაგანოვა, არიელ ესართიამ, ქეთევან მეხუზლამ, ქსენია სანაიამ, სულიკო დვალმა და მარინა გოგიამ მიმართეს. თითქმის 20 წლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მასალების მიხედვით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის, საკუთრების დაცვის პირველი მუხლი და კონვენციის მერვე მუხლი, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას აღიარებს, დაირღვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთი არის ტერიტორია, რომელზეც რუსეთი ახორციელებს დე-ფაქტო კონტროლს. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შეზღუდვაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სუვერენიტეტის გამტკიცებასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებით არის სწორი, გონივრული და თანმიმდევრული, რამდენადაც სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად თქვენი საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ბოლო წლებში სტრასბურგში და ჰააგაში საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვანი საქმე მოიგო, რომელიც შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოს ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, რომ იმ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას უდასტურდება და ასევე დევნილებს აქვთ დაბრუნების უფლება. მმართველი გუნდის შეფასებით სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ასევე საერთაშორისო სასამართლოებში მანამდე მოგებული დავები მიუთითებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელია და რუსეთის როგორც ოკუპანტის მიმართ დამოკიდებულებაც. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები და არა მარტო ეს გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მოიგო რუსეთთან დავაში, საერთაშორისო სასამართლოში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და დამოკიდებულება რუსეთის როგორც ოკუპანტის მიმართ არასდროს არ შეცვლილა. და ყველა ადამიანი, ვინც ამას ავიწყებს ხალხს, არ აძლევს ინფორმაციას, არის მოწინააღმდეგე საქართველოს ინტერესებისა. ყველა ჯერზე, როდესაც სტრასბურგში ან ჰააგაში მათ შორის თუნდაც საქართველოს წარმოადგენს თავის ინტერესებს ობიექტურად, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ. რეალურად ეს ჩვენი პოზიტიური წრები დამოკიდებულია და ბოლო პერიოდის ამდენი მოგებული პროცესი, ამდენი პოზიტიური ამბავი დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოს არის მართალი. ყველაფერი დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი. სტრასბურგში ამდენი მოგებული საქმე ნიშნავს, საქართველოს არის მართალი. და შიდა ძალებიც კი პოლიტიკოსებად წოდებულები რეალურად აგენტურას რო წარმოადგენენ, ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ ხოლმე. და მათი ყველა ნაბიჯი არის ამის წინააღმდეგ, რომ საქართველოს არ იყოს მართალი.
ის პირები, ვინც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართ მიუთითებდნენ, რომ 1992 წელს, როცა აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, მაშინ მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა აფხაზეთი და საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე გადაინაცვლა. დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნება ამ დრომდე არ შეუძლიათ. ყველა აპლიკანტი ამბობს, რომ მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები და ქონება აქვთ, თუმცა მისით სარგებლობა არ შეუძლიათ და მათი უმრავლესობა რეგისტრირებულია როგორც იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოში.